მივესალმები ყველას, ვისაც ბიბლიაში დაწერილი ღვთის სიტყვა აინტერესებს. ვააგრძელებ ლევიტელთა წიგნის გარჩევას. დღეს ჩვენ წავიკითხავთ მესამე თავს და მეშვიდე თავის ნაწილებს, სადაც აღწერილია სამშვიდობო მსხვერპლს შეწირვა. გავახსენებ ჩვენს მსმენელს, რომ სულ გვაქვს 5 ტიპის მსხვერპლს შეწირვა. აქედან 2-ს უკვე გავეცანით. აღსავლენს, სადაც მსხვერპლი მთლიანად იწვებოდა და პურეულის წვენის რიტუალს, რომელიც სისხლის დაღვრის გარეშე ტარდებოდა. სახარებაში ჩვენ ვეცნობით იესოს ცხოვრებას. ამ 5 ტიპის მსხვერპლში კი იესოს ბუნებას და მის საქმიანობას და იმას, თუ როგორ უყურებს ღმერთი ქრისტეს ჩვენდამი გაწეულ ღვაწლს. ახლა რაც შეეხება მესამე თავში აღწერილ რიტუალს, რომელსაც სამშვიდობო მსხვერპლი ჰქვია. მეორენაირად მას სამადლობელო მსხვერპლსაც ეძახიან. ინგლისურ თარგმანებში მას შეხვდებით როგორც სათანამშრომლო მსხვერპლს. აღსავლენის მსხვერპლის შესწავლისას ჩვენ გავეცანით იესო ქრისტეს სრულყოფილი მსხვერპლის იმ კუთხეს, იმ ნაწილს, სადაც მან მთლიანად შესწირა ღმერთს თავი ჩვენი ხსნის საქმეში. ხოლო სამადლობელ მსხვერპლში უკვე ჩვენ ვეცნობით არა მარტო იესო ქრისტეს მიერ ამ გაწეულ ღვაწლს, არამედ აქ სცენაზე ადამიანიც შემოდის, ცოდვილი ადამიანი, რომელიც იესომ უკვე გამოისყიდა. და ახლა მას გზა გაეხსნა, რომ მივიდეს უფალთან და მასთან ითანამშრომლოს. მიჰყავს აარონიან მღვდელთან მას საკლავი, სამშვიდობო, სათანამშრომლო და სამადლობელო მსხვერპლად. ახლა მე წავიკითხავ მესამე თავის პირველ მუხლს. თუ მსხვერპლი სამადლობელი შესაწირავია, ხარს შესწირავს, თუ ფურს, საღი შესწიროს უფლის წინაშე. ლევიტელთა წიგნში მოცემულ მსხვერპლ შეწირვის რიტუალებში, თუ უფალი ისრაელიანს სთხოვს, რომ მიიყვანოს საღი ცხოველი საწმინდართან, ეს ყოველთვის მიანიშნებს იესო ქრისტეს უცოდველობაზე. მოდით გულდასმით შევისწავლოთ ეს ტექსტი და ვნახოთ, თუ რა განსხვავებაა სამადლობელო და აღსავლენ მსხვერპლს შორის. აქ თვალშისაცემია სიტყვა ფური, რომელიც არ გვხვდება აღსავლენის დროს. იქ მხოლოდ მამრი შეიძლებოდა, რომ ისრაელიანს შეეწირა. აქ კი სცენაზე ფურიც შემოდის, ესე იგი მდედრობითი სქესის შინაური ცხოველი. ეს განსხვავება გამოწვეულია იმ უბრალო მიზეზით, რომ აღსავლენის მსხვერპლი წარმოგვიდგენს იესოს ძლიერებით აღსავსე ბუნებას, რომ მან ძალით მოსილმა გამოგვისყიდა ჩვენ და ღმერთის თვალშიც ასევე ძლიერად ჩანს ქრისტეს საქმე. ხოლო სამშვიდობოდ მისული ისრაელიანი, თუმცაღა იგი უკვე გასუფთავებულია დაღვრილი სისხლით და აღდგენილიც აქვს მას ურთიერთობა ღმერთთან, მაგრამ მაინც მისი ტკბობა ქრისტეთი თავისი სისუსტიდან გამომდინარე ისეთი ძლიერი არ არის და თუ აღსავლენში უფალი არის მთავარი მოქმედი პირი და ძალის გამომხატველი, ახლა ამ ასპარეზზე საწყალი კაცი და თავისი სისუსტით გაკეთებული საქმე ღმერთისას ვერ შეედრება და სწორედ აქედან არის გამომდინარე, რომ რიტუალში შემოდის სუსტი სქესის წარმომადგენელი ფური. იგი რიტუალში ადამიანის ადგილსა და შესაძლებლობებს მიუნიშნებს. ჩვენთვის კი ქრისტიანთათვის ეს რიტუალი სამაგალითოდ არის დადებული ლევიტელთაში, რომ თუმცაღა სხეულით სუსტნი ვართ, მაგრამ იესოს მიერ გასუფთავებულნი, ახლა უზაკოდ და წრფელი გულით უნდა ვაკეთებდეთ ყველაფერს და ამ ყველაფერს არა ყოველი გამომლელის ნების მიხედვით, არამედ უფლის ნებაზე უნდა ვიაროთ, რადგან იესო არ იყო ყოველი ალია და ლუსიას დაკრულზე მოცეკვავე პიროვნება, არამედ უფლის ნებას ასრულებდა იგი 100%-ით. აქედან გამომდინარე, ვისი საქმე ჩაითვლება კარგ საქმედ და საერთოდ რა არის კარგი საქმე? მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირში საზოგადოება დღე და ღამე კარგს აკეთებდა და კარგს ეწირებოდნენ საბჭოთა გმირებიც, მაგრამ რა აკლდათ მათ? ის, რომ ნაცვლად საზოგადოებაში ობიექტივირებისა, მათ უფლის ნებით, უფლის გზებით უნდა ევლოთ. განსხვავება დიდია ამ ორს შორის. ახლა კი გავაგრძელებ კითხვას. დაადოს ხელი თავის შესაწირავს თავზე და დაკლას სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და მოასხურონ სამსხვერპლოს ირგვლივ სისხლი აარონიანებმა. მე ადრეც მithქვამს წინა ლექციებში, რომ თანამედროვე გონებას არ ძალუძს აქ დაწერილი სიტყვების მიღება. ან მიიღებს მას, მაგრამ პრაქტიკულად ის მას ვერ გამოიყენებს, რადგან ვერ შეითავსებს ის, რაც მის გონებაში არის გაბატონებული ახლა, ჰუმანიზმი და არა ღმერთი, ვერ იტევს ქრისტოცენტრულ სოფლ მხედველობას. ეს ორი ერთად ვერ თავსდება. მაგრამ მოდით ჩვენ ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ ყველა ჩვენი ცოდნა და
მივხედოთ თუ რას გვიწერს ღმერთი. დაადოს ხელი თავის შესაწირავს თავზე. წინა ლექციებიდან ჩვენ ალბათ გვახსოვს თუ რას ნიშნავდა ცხრის თავზე ხელის დადება. რომ იგი აღნიშნავდა იდენტიფიკაციის წესით ცოდვილი კაცის ცოდვის ამ ცხოველზე უდანაშაულო არსებაზე გადასვლას და ამით ცოდვილი კაცის გასუფთავებას. ეს არის ზუსტი წინასწარმეტყველება იმისა, რაც ქრისტეს ჩვენთვის უნდა გაეკეთებინა. მან ჩვენ ცოდვებისგან გაგვათავისუფლა და აღვიდგინა ურთიერთობა ღმერთთან. მაგრამ ვერავინ ვერ იტყვის ადამიანის ძეთაგან, რომ ურთიერთობა აღადგინა ღმერთთან, თუ ამ ფაქტს არ აღიარებს, კერძოდ იმას, რომ იესო ქრისტე ჩაენაცვლა მას, მან სისხლი დაღვარა მისთვის და ასეთი გზით გასუფთავდა იგი. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მივიდეს ღმერთთან და სამშვიდობო ურთიერთობა გააგრძელოს მასთან. ვაგრძელებ კითხვას. შესწიროს უფალ სამადლობელი მსხვერპლიდან საცეცხლო ქონი, რომელიც შიგნეულს აფენია, მთელი ქონი, რაც შიგნეულზეა და ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც აკრავს, რომელიც ფერდებზეა და მოაცილოს ქონის ფენა, ღვიძლს და თირკმლებს. დაწვან იგი აარონიანებმა სამსხვერპლოზე აღსავლენთან ერთად, რომელიც შეშის ზემოთ დევს. ცეცხლზე. ეს არის საცეცხლო მსხვერპლი კეთილსურნელებად უფლისათვის. სამადლობელო მსხვერპლს შეწირვა ძალიან მრავლის მეტყველი რიტუალია და თუ აღსავლენის მსხვერპლი გვიჩვენებს იესოს მიერ ღმერთის საქმისადმი თავის მთლიანად მიწყვნას და ამის აღსანიშნავად დაკლული ცხოველი მთლიანად უნდა დაეწვათ აარონიან მღვდლებს, სამშვიდობო მსხვერპლშეწირვის რიტუალში ქრისტეს ღვაწლთან ერთად საქმეში ადამიანიც ერთვება. და სასიხარულო ამბავი ის არის, რომ მას ერთ დროს უფლისგან მოშორებულსა და მოკვეთილს ახლანება ეძლევა, რომ მანაც მიიტანოს ღვთის წინაშე ზღვენი. რაც ვერ მოხერხდებოდა თუ ჯერ ქრისტეს დააღვრილი სისხლი არ გაასუფთავებდა მის ბინძურ ხელებს. რადგან თუ იესო არ გაეკვრებოდა ჯვარზე ჩვენს ნაცვლად და სასჯელს არ დაითევდა თავზე, მაშინ ის ჩვენი კუთვნილი სასჯელი ჩვენვე მოგვიღებდა ბოლოს და იმის უფლებასაც არ მოგცემდა, რომ რაიმე კეთილი საქმე გაგვეკეთებინა ღვთის წინაშე, ან საჩუქარი მიგვეტანა მასთან, ან ურთიერთობაში შევსულიყავით. უბრალოდ სამშვიდობო ურთიერთობაში. ხოლო რაც ქრისტემ სისხლი დაღვარა, მას შემდეგ ჩვენ ეს კარი გაგვეხსნა. გავსუფთავდით, ხელებიც გაგვისუფთავდა, გულიც გაგვისუფთავდა, გონებაც და უფალთან აღგვიდგა კავშირი. ლევიტელების მესამე თავში სწორედ იესოს ეს დიდი ღვაწლია აღწერილი. კერძოდ რიტუალის იმ ნაწილში, სადაც ღმერთი მოითხოვს, რომ შესაწირავის შინაგანი ორგანოები და ქონი გამოაცალკევონ და შეშაზე დაწვან აარონიანმა მღვდლებმა. იქ, სადაც ესესაა აღმართეს აღსავლენის მსხვერპლი. ხოლო მეშვიდე თავში უკვე გამოსყიდული კაცის ღმერთთან ურთიერთობას გვასწავლის უფალი. ეს რიტუალი ქრისტიანის პირველი მასწავლებელია, თუ როგორ გააგრძელოს გამოსყიდულმა კაცმა ურთიერთობა ღმერთთან. დიდება მას, რომ გაგვასუფთავა და ჩვენი გულშემატკივარია ის, რომ სწორად თანავიცხოვროთ მასთან. ხოლო რიტუალი გვეუბნება, თუ როგორი განწყობითა და სულისკვეთებით უნდა ვიყოთ აღჭურვილნი ჩვენ ქრისტიანები, რომ დღენიაдаг უნდა გვახსოვდეს იესოს მიერ დააღვრილი სისხლი, რის გარეშეც მთელი რისხვა ჩვენვე დაგვატყდებოდა და როდესაც მადლის სუფრას შემოვუსხდებით, მისი სახელი უნდა მოვიხსენიოთ პირველად, რადგან ჯერ მისი სისხლი დაიღვარა და მერე აღვიდგა ურთიერთობა ჩვენ ღმერთთან. ის არის ჩვენი შუამავალი და სუფრაზეც საპატიო ადგილი მას ეკუთვნის, რადგან არ გაიმართებოდა წვეულება, რომ არა იესო. მათეს სახარებაში იესო ამბობს: ცათასასუფეველი მსგავსია მეფისა, რომელმაც გამართა თავისი ძის ქორწილი და გააგზავნა თავისი მონები ქორწილში წვეულთა დასაწევად, მაგრამ არინებეს მოსვლა. კვლავ გაგზავნა სხვა მონები და თქვა: უთხარით წვეულთ, აჰა გავშალე სუფრა, დავკალი ხარები და ნასუქი საქონელი, ყველაფერი მზადაა, მობრძანდით ქორწილში. მაგრამ მათ გააწბილეს იქი და წავიდნენ, ვინ თავის ყანაში, ვინ კიდევ თავის სავაჭროში, დანარჩენებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს. ეს რომ გაიგო განრისხდა მეფე, გაგზავნა თავისი ლაშქარი, ამოაწყვეტინა მკვლელები და გადაწვა მათი ქალაქი. მაშინ უთხრა თავის მონებს: საქორწილო სუფრა გაშლილია, მაგრამ წვეულნი არ იყვნენ ღირსნი. მაშ გადით გზაჯვარედინებზე და ქორწილში მოიწვიეთ ყველა შემხდური.
გავიდნენ მონები გზაჯვარე დინებზე და შეკრიბეს ყველა, ვისაც კი შეხვდნენ, ბოროტი თუ კეთილი და მეინახეებით აივსო ქორწილი. შევიდა მეფე მეინახეთა სანახავად და იხილა იქ ერთი კაცი, რომელსაც არ ეცვა საქორწინოს სამოსი და უთხრა მას: მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ საქორწინოდ შეუმოსავი? ხოლო ის დუმდა. მაშინ მეფემ უბრძანა თავის მსახურთ: შეუკარით ხელფეხი და გარეთ გააგდეთ ბნელში და იქნება იქ ტირილი და კბილთა ხრჭიალი, ვინაიდან მრავალნი არიან წვეულნი და მცირედნი რჩეულნი. მოყვანილ პარალელურ ადგილებს ძალიან ბევრი აქვთ საერთო, თუმცა ერთი ახალი აღთქმიდან არის მათეს 22 თავიდან იგავი და მეორე ძველი აღთქმიდან, ლევიტელთა მე-3 და მე-7 თავებიდან. მათეს 22 თავში დაწერილ იესოს იგავში მეფე წვეულებისთვის შეუფერებლად ჩაცმულ ერთ-ერთ სტუმარს გარეთ გამოაგდებს. ქრისტიანმაც სიწმინდით შემოსილმა უნდა ითანამშრომლოს ღმერთთან, რასაც მხოლოდ იესოს რწმენით მოახერხებს იგი. და თუ იგი ფარისეველივით მარტო ბაგეებით აღიარებს და დადის ღმერთის წინაშე, მაგრამ ქრისტეს გამასუფთავებელ ძალას არ ატარებს, მაშინ ის ერთ დღეს აღმოჩნდება გარეთ ავაზაკებსა და ქურდებს შორის გაგდებული ღმერთის ხალხისგან. ლევიტელთა მე-7 თავიდან ჩვენ ვიგებთ, რომ არა მარტო ქონისა და თირკმლების დაწვით მთავრდებოდა სამადლობელო შესაწირავის რიტუალი, არამედ იქ უფალთან ისრაელიანიც იყო მიპატიჟებული და ისიც ჭამდა დაკლული შინაურ ცხოველის ხორცს. ხოლო აარონიან მღვდლებს ცოდვილ კაცსა და ღმერთს შორის შუამავლობა ეკისრა. აქ მღვდელი როგორც შუა კაცი ქრისტეს წინასახია. ისე რომ სურათი იხატება სამშვიდობა ნადიმისა, სადაც სუფრას უსხედან როგორც ღმერთი, ასევე კაციცა და მათი შუამავალიც. და თუ როგორ მოახერხა ცოდვილმა კაცმა კავშირის აღდგენა ღმერთთან, ეს ჩვენთვის უკვე ცნობილია წინარე ლევიტელთაში მოცემული მსხვერპლშეწირვებით. მაგრამ არც ერთ სხვა მსხვერპლშეწირვაში ასეთი რამ არ არის, რომ კაცი მუშაკობდეს და თანამშრომლობდეს ღმერთთან და მისი ცოდვა არც კი აფერხებდეს მას უფალთან ურთიერთობაში. სამადლობელო მსხვერპლის საუკეთესო ნაწილი თირკმლები და ქონი უფლისა იყო, ხოლო მარჯვენა ბეჭი და მკერდი კი მღვდლისა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანმა შუამდგომელი იესოს გაწეულ ღვაწლს იმით უნდა უპასუხოს, რომ თავის გული მთლიანად უნდა მიუძღვნას ღმერთს. შესარხეველი მკერდი და აღსამართავი ბეჭი გამოვართვი ისრაელიანებს მათი სამადლობელო მსხვერპლიდან და დაუწესე აარონსა და მის შვილებს სამარადისო არჩივად ისრაელიანთაგან. ალბათ მსმენელი უკვე მიხვდა, რომ ამ ჩვენი საუბრით არამც და არამც არ ვქადაგებთ იმას, რომ დღესდღეობით თითქოს საჭირო იყოს მსხვერპლის შეწირვა უფლისათვის. ეს ყველაფერი აუცილებელი შესასრულებელი პირობა იყო ქრისტეს მოსვლამდე მორწმუნის მიერ, მაგრამ ქრისტეს პირველი მოსვლის შემდეგ უკვე აღარ არის ამის საჭიროება და როგორც ადრეც ავღნიშნეთ, ეს უკვე ზედმეტობაა ქრისტიანული სამყაროსთვის, რადგან მსხვერპლშეწირვებში ნაწინასწარმეტყველები იყო მხსნელის მოსვლა და მისი ცოდვილი კაცისთვის დაღუპვა, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს რიტუალი ჯვარზე გაკვრით აღასრულა იესომ, აღარ დარჩა რიტუალისთვის ადგილი, რომელიც ანარეკლი და აჩრდილი იყო იმისა, რაც მომავალში უნდა მომხდარიყო. ისტორიულადაც დიდი ხანია შეწყდა იერუსალიმში მსხვერპლშეწირვა, უბრალო მიზეზით, რომ ტაძარი დანგრეულია და აღარ აქვთ იუდაველებს. ისრაელიანს კი წესების მიხედვით მხოლოდ ტაძარში შეუძლია ამ რიტუალის ჩატარება. ვინ იცის, თუ როგორ სევდიანობს ებრაელი უფლისთვის მსხვერპლს, რომ ვეღარ სწირავს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ უკვე მოვიდა ყველას მხსნელი იესო და ამით გაუქმდა ყოველდღიური რიტუალები და როგორც ებრაელთა წერილშიც წერია იესოზე, მან ერთადერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ. მას შემდეგ ელის როდის დაემხობიან მისი მტრები მის ფეხქვეშ, რადგანაც ერთი შეწირვით სამარადისოდ სრულყო გაწმენდილნი. და კვლავ სულიწმინდა გვიმოწმებს იგივე წერილში: აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს და ურჯულოებას, ხოლო იქ სადაც ცოდვათა მიტევება, შესაწირავი ზედმეტი ხდება. მე-6, მე-17 მუხლებიც გადმოგცემს იგივე რიტუალს სამადლობელი შესაწირავისას. ოღონდ ახლა საუბარია იმ შემთხვევაზე, თუ ისრაელიანი ხარის ნაცვლად კარავთან მიიყვანდა ცხვარს და თხას.
რიტუალი ამ შემთხვევაში იგივეა, რაც ხარის შეწირვისას. თავზე ხელს დაადებდა ცოდვილი კაცი ცხვარს ან თხას, დაკლავდნენ მას, არონიანი მღვდლები სისხლს მოასხურებდნენ სამსხვერპლოს და დაწვავდნენ შეშაზე თირკმელებს და ქონს. ეს იყო კეთილსურნელება უფლისთვის. მე-17 მუხლი გვასწავლის, რომ უფალი ისრაელიანებს თხოვს არ ჭამონ ქონი და სისხლი. ქონი უფლისთვის იყო დასაწველად, ხოლო სისხლში სიცოცხლე იყო და ეს არ უნდა ეჭამა კაცს. ჰიგიენური თვალსაზრისითაც ყველაზე ბევრი ბაქტერია სისხლშია და არ არის მისი ჭამა მიზანშეწონილი. აქ გასრულდა მესამე თავი, სადაც ჩვენ გავეცანით სამშვიდობო მსხვერპლის შეწირვის წესებს. სამადლობელო მსხვერპლის შესახებ მე-7 თავშიც საუბრობს უფალი, სადაც ის გვაცნობს, რომ არონიანელ მღვდელს ღმერთმა მისცა შესარხეველი მკერდი და აღსამართავი ბეჭი, ნაწილი მსხვერპლის ხორცისა. აქვე ისრაელიანსაც უნდა ეჭამა თავისი მიყვანილი შესაწირავის ხორცი. ახლა კი შევაჯამოთ ის, რაზეც დღეს ჩვენ ვისაუბრეთ, კერძოდ სამადლობელ მსხვერპლზე. რაც გამოხატულება იყო და მოკლე ევანგელие იმისა, თუ რა სიკეთე გაგვიკეთა იესომ ცოდვილ ადამიანებს. რომ ჯერ სისხლით გაგვასუფთავა, რითაც აღგვიდგინა ჩატეხილი ხიდი შემოქმედთან და მერე მოგცა საშვი ღმერთის ღვთაებრიობაში შესასვლელად და მასთან სათანამშრომლოდ. ხოლო მე-7 თავში სამადლობელო მსხვერპლის რიტუალი თავის სრულყოფილ სახეს იღებს. აქ უკვე არა მარტო იესოს მიერ დაღვრილი სისხლი მეტყველებს, არამედ ადამიანის ძეც ამოძრავებულია. ის აღარ არის სტატიკური და ცოდვისგან გაშეშებული. მას ფსიქოლოგიური უპირატესობაც აქვს უკვე ქრისტეს შუამავალში და თამამად მიდის უფლის წინაშე და მის თანდასწრებულებაში ჭამს კიდეც. ასე ვთქვათ, ყველა უფლის წვეულებაზე არის მიპატიჟებული. დამხიარულობენ ცოდვილი კაცი და შუამავალი იესო ერთად. მე დღეს ამით დავამთავრებ. მომავალ შეხვედრამდე.